მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. ჩინეთში ავტომობილებზე ელექტროსახელურები აიკრძალა, ხოლო BMW გარკვეულ ფუნქციებზე ყოველთვიურ გადასახადს აწესებს. წარმოგიდგენთ ავტომობილებს, რომელიც შეერთებულ შტატებში ავარიისკენ ყველაზე მეტადაა მიდრეკილი. როცა მრბოლელს და ჩემპიონატს ერთი ენერგია აერთიანებს, გაგაცნობთ ჩვენ მეგობარ კომპანია პორტალს, რომელმაც გასულ წლებში საქართველოს ავტოსპორტის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვესტუმრეთ ჩოთა ბაბილოძეს, რა გეგმები აქვს ახალ სეზონზე და აპირებს თუ არა დრაგის გარდა სხვა დისციპლინაში დაბრუნებას. რატომ მაინდა-მაინც ეს ძარა? ამ მანქანის, ამ ძარის არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია. სწორად და თუ კითხებს მისვავ შენ ახლა. დრიფტის გარდა ყველგან წავალ, ოღონდ დრიფტში არ წავალ არასდროს. დრიფტი არ არის ჩემთვის, რომ შემდეგ სეზონზე ვფიქრობთ, რომ 1700 წელს უკვე გავეთამაშებით. გვაქვს ელექტრომანქანის პროექტი, ორი მანქანა იქნება, ერთი ვფიქრობთ, რომ დრაგისთვის იქნება. მეორე იქნება ოფროუდისთვის. საწოლზეც კითხავ შოთა, ტატომ მითხრა ესეთი რაღაცა, რომ მეო კახურ ჭაჭაზე დავდივარო და შენ რამე მე აგერა იქ მანქანაზე გვიკრია პორტალის სუპერით დავდივართ და რა თქმა უნდა კახური ჭაჭა მაგ აუცილებელი ინგრედიენტია და კახურ ჭაჭასაც ვაყოლებთ. ასევე პორტალიდან ჩაგვერთვება ნატა ხოზრევანიძე, რომელიც გაგვაცნობს საწვავის ფასებს საქართველოში. ტოპსპიდმა მანქანა გვაჩუქა. ახალ სეზონს ახალი პროექტით უბრუნდება კომპანია, რომელსაც ავტოტიუნინგი ხელოვნების დონეზე ყავს აყვანილი. სტუმრად გვეყოლება გიორგი აბაშიძე, იგივე ჯიჯი, რა გზა გამოიარა და სად არის დღეს საქართველო? საუბრობთ მოტოკულტურის ევოლუციაზე. სახში როგორ შეხვდნენ? აი მოტოს ვერ შეხვდნენ. ვერა ხო? ვერასდროს ვერ შეხვდნენ. ერთხელ დამიმტკრა მოტოციკლი დედაჩემ. მართლა? კი. და გარაჟის კარებთან მოტოციკლი გამოიყო და გარაჟის კარებს ვკეტავ. დედაჩემის მანქანის ხმა გავიგე რომ თავისთავად ვიცანი ხმაზე, მაგრამ იქაც ჩემი დაყენებული გლუსწელი. ხო, ვიცანი ხმა დედაჩემს და აი რო ვკეტავ და უცბად უკინა რას გონია იყო ეს ჩქარო წამოდა დაეჯახა მოტოციკლი. მეთქი ასე არ მანქანა არ გენ არ მოტოციკლი დამიმტკრა მოტოციკლი აი პანიკა მქონდა ტირილი წივილი კრივილი. ყველას თავი სიფრთხილე. ანუ მოტოციკლეტი არც ერთ განვითარების ადამიანის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ არის სათამაშო. მესმის რომ დიდ მოტოციკლებს კარგი ხმა აქვს, ლამაზია, ყველაფერთ მისდევია და გოგოებთანაც ეგრე, გოგოები ხო დადიან მოტორები. ანუ 1000-იანები ყავთ, იმას კი არ ვამბობ რომ არ უნდა ყავდეს. იმან ეგ ხო იცის და ისე არ დადის იმ 1000-იანით რომ რამე ის კონდეს რა, ის იმისთვის დადის რომ ეგ მაგისთვის ესთეტიური სილამაზეა, მოწყოს მაგაზე ფოტოები აქვს, თუ როცა საშუალება აქვს, რა თქმა უნდა ყავდეს საუკეთესო მოტოციკლი, მაგაზე 2000-ზე არ არსებობს, მაგრამ უბრალოდ გოგოები ბიჭებს შუაში ითიჯობნიან. იმ გოგომ რო იცის რომ ამას არ უნდა გაუთამამდეს, არ უთამამდება რა. ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა ჩინეთში. აიკრძალა ელექტროსახელურები ავტომობილებზე. მაგაზე ჩვენც ვისაუბრეთ. კი, და მე ვიძახდი რომ მეთქი უნდა აიკრძალოს, ხო? იმიტომ რომ ძალიან საშიში იყო, ბევრი შემთხვევა მოხდა რომ ადამიანები ჩაიწვა და ბოლო ინციდენტი რაც იყო, ეხლა რომ უკანა კარი ვერ გააღო მძღოლმა და მერე შუშა ჩატეხეს იქ მიეხმარნენ და გადმოიყვანა ოჯახი, იმის მერე უკვე გადაწყვეტეს რომ უნდა აკრძალონ და მე მგონია რომ ძალიან მისასალმებელი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ლამაზია ეს ყველაფერი, რო ღილაკზე არის რაღაცა, მაგრამ როდესაც რაღაცა შემთხვევა ხდება, საჭიროა რომ ადამიანები ვინც შიგნით ხედნან ავტომობილში, სწრაფად გადმოვიდნენ. შესაბამისად, რაღაც შემთხვევებში ელექტროობა აღარ მუშაობს, ამიტომ ის ძველი, ნაცადი მეთოდი. კი, ჯობია, გამოვაკეთო რა. ასევე ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს BMW-სთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ვინც არიცით, ადრე BMW ითხოვდა სავარძლების გათბობაში თანხას. ყოველთვიურ თანხას. ყოველთვიურ თანხას. ანუ ჯამაგირი უნდა გადაგეხადა რა ყოველთვიურ. უნდა გეკიდა subscription-ი, რომ სავარძლების გათბობა ჩაგერთო გაგეთიშა. სავარძლების გათბობაზე BMW მაღიარა ეს შეცდომა, მერე გადაწყვეტილებას უკან გაიხმო და ნუ ეხლა უკვე გადავიდნენ რომ iX3-ები, რაც არის გერმანული ავტომობილწარმოებელი მომხმარებელს თავაზობს გამოიწერონ ისეთი ტიპის ფუნქციები, როგორიც არის 360 გრადუსიანი კამერა, Driving Assistant Pro
ამის გადასახდელი თვეში არის $20, მაგრამ BMW აღმოჩნდა შემწყნარებელი და ერთთვიან სასწრაფო პერიოდსაც ჩვენი პრობლემა არ შეგვექნება, ჩვენ რო ჩამოვა ეს ავტომობილი გავტეხავთ და უფასოდ გვექნება. ივლით უფასოდ. კი, ანუ ეხლაც თუ გინახავს ძალიან ბევრი ვიდეო მხდება ხოლმე, რომ დაფარულ ფუნქციებს ვააქტიურებთ BMW-ზე. კი, რამდენიც გინდა, ძალიან ბევრი CarPlay, რაღაცა, Apple Play, კი. S-Play, S-Play, ყველაფერი არის აქტიურდება, ამიტომ ასევე გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ McLaren-ის დიზაინერი გადმოდის Porsche-ში. მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო ცვლილებები იქნება და უნდა ველოდოთ თუ არა Porsche-ის დიზაინის ცვლილებას რადიკალურს. მე არ მომეწონება ნამდვილად ის, რომ Porsche-მ დიზაინი შეიცვალოს. აი, Porsche მიყვარს როგორიც არის და გამოდის ამდენი წელია უკვე და აი სილუეტი არ აქვს დაკარგული და ალბათ ყოველთვის ესეთი მეყვარება. Porsche რო დაემსგავსოს სიტყვაზე რაღაც Ferrari-ს ან McLaren-ს ან ვიზუალი რო შეიცვალოს, ნუ მე ვფიქრობ, რომ არ მომეწონება, მაგრამ ნუ შეიძლება მე უკვე ლაივში რო ვნახო მომეწონოს, იმიტომ ყოველთვის ვიძახი ხოლმე რაღაცაზე, რომ აუ რას გავს და არ მომწონს და აი ადგილზე რო ვნახავ ხოლმე მომწონს, მაგრამ არ მინდა, გულით არ მინდა, რომ Porsche-მა ეს თავისი სილუეტი შეიცვალოს რა. ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდების 2026 წლის სტატისტიკა გამოქვეყნდა და Toyota იქნება, რა არის, თქმა რომ პირველი, რა თქმა უნდა, Toyota, მაგრამ მეორეზე მე რატომღაც მეგონა რომ გავიდოდა Honda, მაგრამ გავიდა Subaru. აი რამდენი ხანია სულ ვიძახი რა და მე კამათები ხოლმე რომ აი Honda აღარ მომწონს აი ეს Honda-ს ახალი მოდელები რა და თვითონ Honda-შიც რა ხდება ვერ ხდები ანუ რაღაცა ძალიან აური ეს იაპონელებმა. ამ შემთხვევაში Subaru-ს მერე არის Lexus-ი, გასაგებია გამო, კი ბატონო. მერე მოდის Honda და Honda-ს ერთი ქულით ჩამორჩება BMW. ან 5 ეულშია. უყურე რა ხარ რა მოხდა. მე გეტყვი რა მოხდა რა. 2000 წლიდან, აი 2000 წლიდან BMW რო turbo ერაზე გადავიდა, იმხელა ასე ვთქვათ, ცდები ატარა თავის მომხმარებლებზე, იმხელა ცდები ატარა თავის მომხმარებლებზე და იმდენი საზიზღარი ძრავი შექმნა, რომელიც ფუჭდება, აი ყველაფერი ემართება. აი ენოცია ვიღოთ, ცეპის პრობლემა აქვს, რა ქვია საწვავის შემთხვევის პრობლემა აქვს, არ ვიცი უბრალოდ ქართულად მაგნაწილს რა ქვია და ფარსუნკის პრობლემა აქვს, პომპის პრობლემა აქვს, წყლის პრობლემა აქვს. ანუ BMW-ც დაიხვეწა. ანუ თავის მომხმარებლებზე გატესტა ეს ყველაფერი ცუდი და ეხლა უკვე მივიდნენ იქამდე, რომ ეს 6 ცილინდრიანი turbo ძრავები იმდენად დახვეწეს, რომ ანუ მართლა სასწაულ შედეგებს დებენ, მართლა გამძლე არიან და თუ შესაბამისად მოული აღარ ფუჭდება რა. ხო, ასევე ველოდები ძალიან აქტიურად ყველა Forza Horizon 6-ის გამოსვლას. შენ ელოდები, მე არ შენ არ გიყურს კონტროლ თამაში. მოკლედ, ავტომოყვარულების კაისი ახლა ის არის, რომ მივდივართ იაპონიაში, როგორც იქნა. ჩავდივართ იაპონიაში, რაღაცა პატარ-პატარა ცვლილებები არის, არიწყება თამაში ისე, რომ უკვე აუ ძალიან მაგარი პილოტი ხარ და მრბოლელი ხარ და რაღაცა, არის career mode-ი, მიდიხარ დაახლოებით ისე, როგორც ხდებოდა Tokyo Drift-ში. Forza-ის მესამე ნაწილში. რაღაცა აი მაკეტკენ დავაკავშირე ეს ყველაფერი მაგ ფილმს რატომღაც. ხო და ნუ დეტალები, რაღაცები, გეიმპლეი უკვე ასე თუ ისე რაღაც ნაწილი დევს და ძალიან ველოდები ძალიან საინტერესო თამაში იქნება და ერთ სული მაქვს მე პირადად როდის გამოვა. ძალიან საინტერესო ათეული გვაქვს. თუ მიხვდები რისი ათეული არის ეს. ოღონდ ანუ ისეთი საინტერესო ავტომობილებია შერჩეული, რომ მე პირადად ცოტა გამიკვირდა. ისეთ ავტომობილებს რატო ხედავ, რასაც ვერ ვიტან? ხო. Renault რატო არ არის? არ არის. აი, ეხლა მიყვი რატომაც არ არის. ამერიკის ბაზარზე ეს ავტომობილები არის ყველაზე მეტად მიდრეკილი ავარიისკენ. და ეს არის კვლევა სადაზღვევებიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო. აი, Mazda Speed-ზე მაგალითად არ გამიკვირდა რა. იმიტომ რომ საკმაოდ მძლავრი ავტომობილი არის, ხშირად ამერიკაში აწიუნინგებენ, ასე ვთქვათ, აძლიერებენ და არ მიკვირს რა. აი, Wrangler-ის მაგალითად მიკვირს. EV-ის ელექტრომოდელს, Mazda Speed 3 ნუ ეს სპორტული ავტომობილია გასაგებია. Chevrolet Bolt-ი, ესეც ნახევრად ელექტროა. კი ბატონო, Wrangler-ი Unlimited-ი, Volkswagen ID4, Jeep YJ ძველი ჯიპი არის, Hyundai Ioniq ჰიბრიდი და Chevrolet Bolt-ი ასევე EV ელექტრო. Jeep-ზე შემიძლია გითხრა ის, რომ ალბათ გაჩერება უჭირს და ყოველთვის მუხრუჭების პრობლემა აქვს ხოლმე და მაგითო იმტრევა რა. აი, ელექტროავტომობილებზე ვერ ხვდები სიმართლე გითხრა, რატო? ნუ Mazda-ც გასაგებია, რომ ნუ გაჩნი ეს არ არის შეიძლება კონკრეტულად ავტომობილის ის არ იყოს ბრალეულობა, მძღოლების ბრალეულობა იყოს, მაგრამ ყველაზე მეტად ნუ ეს ავტომობილები არიან მიდრეკილი ავარიის
მიმართ. მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი კომპანია, ეს არის პორტალი. როგორც მოგეხსენება, გიო, პორტალი აქტიურად ედგა გვერდით ავტომრბოლელებს და არა მარტო ავტომრბოლელებს. ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, თუნდაც იმით, რომ მიიღო შეჯიბრში მონაწილეობა, ასევე მთელი სეზონი როგორც ვიცით, პორტალის საწვავით იარეს წრიული რბოლები. კი ბატონო, დრაგის სერიებიც იყო პორტალი, ძალიან ბევრი კარგი ავტომობილის ხო, ძალიან დიდი ხელშეწყობა ჰქონდა პორტალის მხრიდან ავტოსპორტს. ასევე ჩვენ ჩავწერეთ შოთა ბაბილოძე. ეს არის დრაგსტერი, ესე დავარქვათ ამ ადამიანს. ადრე დადიოდა შოთა არის ძალიან ძველი მრბოლელი, რომელიც დადიოდა აღმართის დაძლევას, აქვს ძალიან ბევრი თასი მოგებული. და ნუ რატომ ეხლა გადაიასლა უკვე დრაგზე და დავარქვით დრაგზე. მაგრამ პირობა მოგცა რომ აუცილებლად დაუბრუნდება. ძალიან საინტერესოა როგორ დაბრუნდება. ნუ შოთას ყველა ვიცნობთ როგორც რაკერა, ანუ რეისი და რეისერა და ესე შემორჩა ეს სახელი რაკერა და ეხლა შემოგთავაზებთ ბატონ შოთასთან ინტერვიუს თუ რა ხდება როგორ ემზადება დრაგზე და მე უკვე დაგიბრუნდებით და მოვიხილოთ საწვავის ფასები როგორია საქართველოში და მსოფლიოში. შოთა როგორ ახარ? ფანტასტიკურად, როგორ გძანდებით? ჩვენს კარგად. მოკლედ, წინა წელმა, წინა დრაგის ჩემპიონატმა როგორ ჩაიარა შენთვის? წინა დრაგის ჩემპიონატი, სიმართლე გითხრათ, ფაქტიურად ჩვენთვის იყო ტესტების, იმიტომ რომ ყოველთვის ჰქონდა გადაცემათა კოლოფის პრობლემა. საბოლოოდ წლის ბოლოს მოვაგვარეთ ეს გადაცემათა კოლოფი და ნუ აი თან ისე დაემთხვა რომ სიცივეები იყო და უკვე რეკორდი რაც გვინდოდა დაგვედო, ფაქტიურად ვერ დავდეთ რეკორდი და აი ცოტა ისეთ არასაკმარის მდგომარეობაში დავრჩით რა, ანუ მეტის შესაძლებლობა ჰქონდა და ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ რა. პლუს ძალიან ცუდი შეგრძნება არის, როცა ბევრი ცხენი გაქვს და აი ფინიშის ხასთანაც კი ვერ უმატებ ამ შენ სიმძლავრეს ვერ იყენებ. და აი ეგ არის ყველაზე ცუდი შეგრძნება, იმიტომ რომ აი ყოველთვის მინდოდა რომ ბევრცხენიანი მანქანა მყოლოდა, ყავს ბევრცხენიანი მანქანა, მაგრამ ვერ ვიყენებ. აი გძნობ რომ რაც მეცხენს იყენებ, უფრო ნელი ხარ რა. ხო და წელს როგორც სტატოს ჩვენც ასევე გვაქვს გეგმა რომ გადავიდეთ ჩულოქზე. რაც ჩემი აზრით მოგცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან გავუმჯობესოთ შედეგი რა. ანუ ფიქრობ, რომ დაბალ რიანში უნდა ვიაროთ რა. ეს ჩულუქი ტექნიკურად რას გვაძლევს? უკეთეს მოჭიდებას საფართან. ჩულუქი ძალიან ზრდის მოჭიდებას. კი, ეგრეთ წოდებული ანტისკვადი და სკვადი არის ეგეთი პარამეტრი არის, რომელიც ფაქტიურად, როდესაც გრეხავი მომენტი მიდის, ანუ კარდნიდან, თუ ქართულად როგორ არის, ეს ჩულოქი ტრიალდება, ანუ მიწაში დაბლა აწვება ამ საბურავებს და მოჭიდება იზრდება. პლუს ამას ქვემოდან კიდევ დამატებითი ლინკები აქვს, 4 ლინკი აქვს, რომელიც მანქანას ქვემოდან აწვება და ცხვირს მაღლა წევს და მთელი წონა გადმოდის უკვე უკანა საბურავზე რა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ წონა მაქსიმალურად უკან გადაგვეტანა, ძრავი უკან შევწიეთ, გაგრილების სისტემები უკან დავაყენეთ, ნუ რაღაცა შედეგი მოგცა, მაგრამ ნუ მაინც მთელი წონა ეხა ტურბო, ძრავი ძალიან ძიმე წინ კიდია და რაღაცნაირად გჭირდება ბერკეტი, რომ ეს აწიო და მთელი წონა უკან გადაიტანო და ჩულოქი ზუსტად მაგის საშუალებას გაძლევს რა. გაჩერების კუთხით როგორ იქნება? ყველას აქვს ეგ კითხვა. გაჩერების კუთხით ძალიან რთულია, იმიტომ რომ არასტაბილურია რა ჩულოქი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მანქანა ცოტა გრძელია, ვფიქრობ, რომ იგივე პრობლემები არ მექნება მე, რაც მაგალითად შეიძლება ტატოს კონდეს. მაგრამ ტატოს ის პლუსი აქვს, რომ წონა ნაკლები აქვს, მე წონა მეტი მაქვს და ნუ აი რაღაცნაირად უნდა დავაბალანსოთ და უნდა გავჩერდეთ. რომც ვერ გავჩერდეთ, მაინც უნდა გავიაროთ, სხვა გზა არ არის. აპირებ თუ არა პარაშუტის გამოყენებას? ძალიან საინტერესო კითხვაა, მაგრამ მაგ კითხვას აქვს ერთი ლოგიკური პასუხი, არა და ვერა, იმიტომ რომ პარაშუტს აუცილებლად ჭირდება გასაჩერებლად ძალიან დიდი მანძილი. პარაშუტი არის არა იმისთვის რომ გაჩერდე, არამედ რომ დაგისტაბილუროს მანქანა რა. ანუ რო არ მოწყდეს გაჩერების დროს. ამისთვის ძალიან დიდი მანძილი გჭირდება სწორი. ჩვენ ტრეკზე მაგის არანაირი შესაძლებლობა არ არის, იმიტომ რომ მოხმეულზე ატორმოზე ფაქტიურად და პარაშუტი შეიძლება უარი შედეგი მიიღო, იმიტომ რომ ვერ მოუხვევ რა. და ხოლმე პირდაპირ და პირდაპირ კიდე ვიცით რაც არის და არავის არ გვინდა იქ მოხვედრა და შესაბამისად საქართველოში სანამ სხვა ტრეკი არ გვექნება ამ ტრეკზე პარაშუტის გამოყენება ფაქტიურად არის შეუძლებელი. თუ რაღაცა ალტერნატივა გაჩნდება თუნდაც სადმე ან ავტობანზე ან აი ბევრად ისეთ ადგილას სადაც დიდი მანძილი გაქვს, ხო? იქ აუცილებლად პირველ რიგში ტატოს პარაშუტს ალბათ დემონსტრაციას გავუკეთებთ. ლექსუსზე მოგვიყევი. რატომ მაინდა-მაინც ეს ძარა? და საიდან წამოვიდა საერთოდ ეს იდეა, რომ დრაგსტერი უნდა აგეწყო? ამ მანქანის, ანუ ამ ძარის არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია.
მაგრამ მაინც საინტერესო იყო, იმიტომ რომ ან თავისი ასე ვთქვათ, ხადაოი არის ძალიან სუსტი. აი, ყველა კვანძის გაძლიერება მოგვიწია, იმიტომ რომ ვიცით ამას თავისი სიმძლავრე რამდენიც აქვს, ძალიან სუსტია და შესაბამისად მაღაზია არის ყველაფერი გათვლილი, ყველა ლინკი, აი, ყველა დეტალი არის უსუსტესი და რაც მე იწვევს იმას, რომ დიდ სიმძლავრეზე მანქანა ანუ თავისით უხვევდა, ანუ საბურავებს ითრება, ანუ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის მოგვარება და დაგვიჯდა ძალიან ძვირი. მიუხედავად აქედან ძვირი დაგვიჯდა, იმიტომ რომ გამოცდილებაც არ მქონდა. ნუ თან სწავლობდით და ყველაფრის კეთება გვიჭირდა ძალიან ბევრჯერ რა. და ეს მანქანა იმიტომ ავირჩიე, რომ მყავდა უბრალოდ. სხვა ძრავი იდო შიგნით და ერთი იზრავი ამოვიღე, გავყიდე, იმიტომ რომ არ მომეწონა RB იდო შიგნით. და ძალიან დიდი ხანი ეგდო ეს მანქანა და ნუ ხა აღარ ვიყიდეთ ცალკე მანქანა და მეთქი ამაში ჩავდებთქო. მაგრამ თავიდან რომ დავიწყეთ არ მქონდა ამდენი გეგმები, ფიქრობთ რომ აი 1000 ცხენი ალბათ მაქსიმუმი იქნება, თუ მივაღწევთ ეს იქნება პიკი თქო და ნუ მე შევყევით და საკმაოდ გავცდით ამ სიმძლავრეს და კიდე დიდი მიზნები გვაქვს. მოკლედ, საქართველოს ცხენიზალების რეკორდი გეკუთვნის შენ. და რამდენი ცხენიზალა არის ეს ზრავიდან? საქართველოში კი ბატონო ჯერჯერობით მე მეკუთვნის, ეს არის საბურავზე 1200 ცხენი არის, 1400 რაღაცა ცხენი გამოდის ზრავზე, 1500 ცხენამდე. სიმართლე გითხრა, ბოლოს ვიყავით, სეზონი რომ მორჩა დინოზე ვიყავით, რომ გვინდოდა რომ მაქსიმალური, ანუ 1700 ცხენი არის ამ ტურბოს, რაც გვიყენია მაქსიმალური, მაგრამ რაღაცა ბლოუ-ოფიდან გამომდინარე პატარა პრობლემები შეგვექმნა და ნუ ვერ ავწიეთ სიმძლავრე და ნუ დავანებეთ თავი, რომ ბარემ სხვა რაღაცებს მივხედავთ და შემდეგ სეზონზე ვფიქრობთ, რომ 1700 ცხენს უკვე გავეთამაშებით. ამ კონკრეტული ძრავით. თუ მეტი დაგვჭირდა, გვაქვს კიდევ ერთი ძრავი, ანუ ისიც MS4-ია, ოღონდ ნუ სეტაპი სხვა არის და ვფიქრობთ, რომ 2000 ცხენს გაცდება უკვე იზრავი, რა. 2200 ცხენამდე ალბათ შეძლებს რომ იმუშაოს. მე მგონი საქართველოს პირობებში ძალიან მაგარი შედეგია და არა მხოლოდ საქართველოს პირობებში, სოფლიოს მასშტაბით ამ ძრავიდან აქვთ მსგავსი ცხენები ამოღებული. სიმართლე გითხრა, ბევრი ვეძებე და ვერ ვნახე ვერსად, რომ ვინმე სამხელა სიმძლავრე ქონდეს. ნუ დაჟე 1200 ცხენიც ვერ ვნახე, რომ ვინმეს ქონდეს რა, საბურავს. მოკლედ, ეს ძრავი არის MS4, რომელიც ქარხნულად არც ტურბო არ არის და არც რაღაც განსაკუთრებულ ცხენიზალებს გამოიმუშავებს და ამოღებული გვაქვს დაახლოებით 1500 ცხენი. კი ბატონო. რა კოლოფი უძლებს ამას? კოლოფი თავიდან დავიწყეთ 5G გვეყენა Mercedes-ის, რომელმაც სადღაც 700 ცხენზე უკვე მიატოვა. უარი განაცხადა. ბატოჩეთი. და გადავედით ეგრეთ წოდებულ BMW-ს ZF კოლოფზე 8 HP, რომელიც 1200 ცხენს ძრავზე უძლებდა, სტანდარტული სანამ იყო. 1200 ცხენის ზემოთ უკვე დაიწყო ბუქსაობა რა. ანუ 1200 ცხენზე შევზღუდეთ, დავდიოდით და ეხა უკვე upgrade კიტი ჩავალაგეთ შიგნით. ერთი ეტაპი ჩავალაგეთ, მეორე ეტაპი გზაში არის, კიდე ჩამოვა და შემდეგი წლისთვის უკვე კიდე უფრო გაძლიერებული კოლოფით ვიქნებით, რომელიც ვფიქრობ, რომ უკვე 2000 ცხენს გაუძლებს, იმიტომ რომ არის პრეცედენტი ამ კოლოფით 2000 ცხენით დადიან იმ upgrade-ებით, რაც ჩვენ გვაქვს ეხლა რა. როგორც ვიცი, ავტომობილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მისი კომპიუტერი, ისინი. რა კომპიუტერს იყენებ? EcoMasters ვიყენებთ, ჩვენ ვართ EcoMasters-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში და რა ვიცი, მე მგონი ჯერჯერობით არანაირი პრობლემა მაგ ხრივ არ ქონია რა. ჩემ მანქანაზე, სტატუს მანქანაზე, ყველა ჩვენ პროექტებზე ყველაფერი დგას EcoMasters-ის. საწავზოც კითხავ შოთა, ტატომ მითხრა ესეთი რაღაცა, რომ მე კახურ ჭაჭაზე დავდივარო და შენ რამე მე აგერა იქ მანქანაზე გვიკრია პორტალი სუპერით დავდივართ და რა თქმა უნდა კახური ჭაჭა მაგ აუცილებელი ინგრედიენტია და კახურ ჭაჭასაც ვაყოლებთ. ანუ კახურ ჭაჭას უნდა უთხრათ მადლობა, რომ ასე ვთქვათ, ძრავი გრილად მუშაობს და კარგად მუშაობს. აუცილებლად. კიდევ ერთი საინტერესო პროექტი გაქვს. აქეთ გადმოვიგნათ. ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს, მაგრამ ეს ერთ-ერთია მათ შორის, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, საინტერესო პროექტი, რომელიც არის მსოფლიოში პირველი, როგორც ვისაუბრეთ ჩვენ. ცოტა უჩვეულო პროექტი არის, ძალიან დიდ საბურავებზე არის. და რატომ გადაწყვიტეთ, რომ B58-ის სვაპი გაგეკეთებინათ უბრალოდ ავტომობილში? ხო, საინტერესოა. პირველი ის რომ არავის არ ქონდა გაკეთებული, მეორე ის რომ B58 ეგრეთ წოდებულ სტენდელონზე არავის არ ქონდა დაქოქილი და ჩვენ დავქოქეთ პირველად, თუმცა სხვა მანქანაში ჩვენ მეგობრების დახმარებით. და გვინდოდა რომ ეს პლატფორმა სიმართლე გითხრა შეგვესწავლა რა. შესაბამისად, თუ გინდა რომ შეისწავლო, პირველი ეს უნდა იყოს შენი მანქანა, სხვის მანქანაზე ექსპერიმენტები ჩვენი
ასე ვთქვათ, წესი არ არის, ეგრე არ ვაკეთებთ ხოლმე, არ ვიქცევით და ამისთვის გადავწყვიტე, რომ მოდი ჩემ მანქანაში ჩავდებ, თან იქნება უჩვეულო პროექტი. ეს მანქანა ავირჩიეთ, იმიტომ რომ არის ძალიან მსუბუქი და დღესდღეობით საქართველოს ოფროუდში ვინც დადიან, ყველა მანქანა არის ალბათ, რავი, 2 ტონა ნახევრიდან ზემოთ. ეს კონკრეტული მანქანა აწყობილი, გამზადებული, აი, ჯალამბარით, თავის საბურავებით, ალბათ ტონა 700-ზე მეტი არ იქნება რა. მაქედან გამომდინარე, ძალიან კარგი გასართობი იქნება, დაკიდების სისტემა შესაბამისად ჩვენ ვაწყობთ, ჩვენი დიზაინით სრულიად. ძრავს ექნება 800 ცხენი საბურავზე, მიზანი გვაქვს ჯერჯერობით ეგ და შემდეგ უკვე გადავალთ სტროკერზე ამ ძრავის, იმიტომ რომ შევისწავლოთ გვინდა ბოლომდე. და რავი, ძალიან მაგარი გასართობი იქნება რა. მე მახსოვს, რომ ძალიან ხშირად ვესწრებოდი ხოლმე აღმართის დაძლევას, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სპორტის ესახეობა, ავტოსპორტის ესახეობა და დადიოდი ხოლმე Subaru-ი. მაგრამ ბოლო პერიოდში რატომღაც გადმოერთე უფრო დრაგისკენ და როგორ არის გენატრება, ხო არ აპირებ დაბრუნებას? რა თქმა უნდა, ვაპირებ, მომავალ წელს აუცილებლად დავბრუნდები. დავბრუნდები თან სიახლეებით და იმ მანქანაზე ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რომელიც სოფლიოში არავის არ აქვს. Subaru-ზე არის საუბარი. პირველი იქნება ჩვენი მანქანა. და სიმართლე გითხრა, მაგას ველოდებოდი რა. ვერ ვაკეთებდით მაგას აქამდე, იმიტომ რომ არ მქონდა შესაძლებლობა, შესაბამისი სერვისი. ეხლა დღეს სადაც ვიმყოფებით, ეს არის ჩვენი მომავალი ახალი სერვისი, სადაც ფაქტიურად ყველაფრის შესაძლებლობა იქნება, რაც საქართველოს შეიძლება ადამიანს მოუნდეს, მანქანას შეიყვან სტანდარტულ მანქანას და შეგიძლია ბოლომდე გამზადებული სპორტული მანქანა გამოიყვანო. აი აქ უკვე შეგვიძლია რომ ის Subaru გავხადოთ ისეთი, როგორიც ყოველთვის მინდოდა ყოფილიყო და რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სატარებელი იქნება რა და წელს 2026-ში აუცილებლად დავბრუნდები Subaru-ი აღმართის დაძლევაზე, ოღონდ ძალიან დიდი სიახლით, რომელიც არ ვიცი, იქნება ალბათ დიდი სენსაცია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რბოლელები ძალიან ხშირად წრიული რბოლიდან, აღმართის დაძლევიდან, დრაგიდან თუნდაც გადადიან ხოლმე დრიფტში. არა, დრიფტი არ. დრიფტის გარდა ყველგან წავალ, ოღონდ დრიფტში არ წავალ არასდროს. დრიფტი არ არის ჩემთვის, რომ დრიფტერებს დავეხმარები მანქანების აწყობაში, მაგრამ დრიფტში არასდროს არ წავალ. ეს არის ჩემი განაცხადი, ესეთი ხმამაღალი. სხვათა შორის, აი ეს მანქანაც საკმაოდ კაი პროექტი არის, რადგან კაცში ხდება, აქვე ვიტყვი, რომ ეს არის Mercedes Unimog. ეს არის Mercedes Unimog და ესეც იქნება საქართველოში ძალიან განსხვავებული და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც განსხვავებული მანქანა. აი, რას გაუკეთებთ, როგორ გაუკეთებთ, მაგას ძალიან მალე გაიგებს ყველა. ერთია რომ ავიღოთ BMW-ს კოლოფი, დავაკავშიროთ Mercedes-ის ძრავთან და შემდეგ უკვე პროგრამულად და კომპიუტერულად ეს ორი რამ სწორად ვამუშაოთ. აი, ეს ყველაფერი როგორ კეთდება? რას იყენებთ ამისთვის, რა კომპიუტერს იყენებთ? მაგისთვის ვიყენებთ TurboLami კი არსებობს ეს კომპიუტერი, რომელიც არის standalone კოლოფის კომპიუტერი, რომელიც ძალიან კარგად მართავს. ოღონდ ეს როგორ არის, იცი? თვითონ კოლოფში თავისი ტვინი რაც არის, ის უნდა ამოიღო DEP შიგნით ეგრეთ წოდებულ პლატას, რომელიც პირდაპირ გამოყავს, ანუ სტანდარტ კოლოფში ტვინი და ყველაფერი არის შიგნით. ჩვენ შემთხვევაში ტვინი არის გარეთ გამოტანილი, რომ იყოს ცივად, თან დიდი ეგრეთ წოდებული ტრანზისტორები აქვს და დიდენს აძლევს, რომ სწრაფად ირეაგიროს სოლენოიდი მალე გახსნას, ასე ვთქვათ, მალე შეავსოს ის მუხტა. და მაქედან გამომდინარე ძალიან ჩქარ ართავს და უფრო მეც უძლებს. ანუ იგივე კოლოფი გარედან მართვით, რომელიც არის, რა, ეხლა ხშირად მიდის ხოლმე მაგაზე კამათი, რომ არსებობს კომპიუტერები, აი კუმასტერსაც მალე ექნება უკვე, რომ გარედან შეგიძლია მართო ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს თუ უძლებს 1200 ცხენს სიტყვაზე და ის გაუძლებს 1000 ცხენს, იმიტომ რომ არა აქვს ისეთი დიდი ტრანზისტორები თვითონ სტანდარტულ კომპიუტერს, რომ მალე გახსნას სოლენოიდი და უცებ შექმნას ისწნება, რაც საჭიროა რა. შესაბამისად ეს კონკრეტული კომპიუტერი ცოტა მეტი საშუალებას გვაძლევს, რომ სიმძლავრე ამოვიღოთ რა. დანარჩენი ეხა ნუ მართვის თვალსაზრისით თითქმის ერთნაირია რა, გარედან ამართავ თუ შიგნიდან რა. საუკეთესო 6 ცილინდრიანი ძრავი რა არის შენთვის? ო, ჩემთვის საუკეთესო ცილინდრიანი ალბათ მაინც ლეგენდაა და ჯეიზეც ვიტყოდი, მაგრამ მომავალი ლეგენდა ვფიქრობ, რომ აი გვერდზე მანქანაში გიდევს, რომელიც როგორ ფიქრობ, შეძლებს B52 რომ ჯეიზი ჩაანაცვლოს? კი, აუცილებლად შეძლებს, იმიტომ რომ ბევრად სუბუქი არის, რაც ვთავარი არის, ბევრად, აი ძალიან დიდი სხვაობა არის წონაში და სიმძლავრეებიც უკვე, ну არანორმალური სიმძლავრეები ამოდის ტროკერიდან, უკვე აი 2000 პლუს ცხენები თავისუფლად ამოდის. კარგი ის არის კიდევ რომ ძალიან ცოტა სწავს direct injection-ი არის პირდაპირ შეფქვევა, რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ
ეგრეთ წოდებული ლიმბარნი იყოს ენჯინი, ანუ სტექომეტრიული სმესი სხვა კონდეს, ანუ ბევრად ღარიბი და ცოტას წვავს. დღესდღეობით ეხლა ცოტას რო წვავს, აი თუნდაც ეხლა ამ მანქანაში რატო გადაწყდა ეძრავი რა. გასვლაზე რომ მიდიხარ ძალიან შორს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ 2 ტონა ბენზინი არ დაგჭირდეს რა. მოდი 8 ცილინდრიანზეც გითხარი. ცოტა თულ კითხვებს მისვავ შენ ეხლა. საუკეთესო 8 ცილინდრიანი 8 რა თვალსაზრისით გააჩნია. სიმარტივის თვალსაზრისით ალბათ LS არის. თუ ვიტყვით რომ აი როგორც განსხვავებული და აი რაღაცა შემოქმედებითი ძრავი ალბათ BMW-ს 8 ცილინდრიანი არის ატმოსფერული 90-ში რაც დევს. ვფიქრობ რომ ეგ არის ლეგენდარული ძრავი. საუკეთესო 4 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი რასთანაც კი იმუშავია და ვფიქრობ რომ საუკეთესოა. უნდა იქნება აუცილებლად ჩემი გამოცდილებიდან რასთანაც მიმუშავია თუ ატმოსფერულზე მიდის საუბარია თქმა უნდა. Honda რა არის, გასაკეთებლად ცოტა რთულია რა, მაგრამ ძალიან მაგრაკეთდება რა თქმა უნდა და ბევრი ცხენი ამოდის და ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ამ სივრცეში ალბათ აუცილებლად ერთ turbo Honda-ს ძალიან ბრაზიანს გავაკეთებთ. ელექტროავტომობილებზე რას? ელექტროავტომობილების საინტერესო მოვიდა ეს ხანაც ასე ვთქვათ, წამოგვეწია. მოვიდა ეს ხანა და ჩვენს გვაქვს საერთაშორის ელექტრომანქანის პროექტი. ელექტრომანქანის პროექტი. მომიცია მე თქვა არ მინდო და ერთ-ერთი დაბალული პროექტი იყო ეგ, მაგრამ ნუ პატარა იმას გავაკეთებ, გვაქვს ელექტრომანქანის პროექტი, 2 მანქანა იქნება, ერთი ვფიქრობთ რომ დრაგისთვის იქნება, მეორე იქნება ოფროუდისთვის რა. ოფროუდში ელექტრომანქანა დრაგისთვის იმდენად საინტერესო არ არის, მაგრამ აი ოფროუდის ელექტრომანქანა ვფიქრობ რომ ჩვენთვისაც საინტერესო იქნება, როგორც ასაწყობად და ასევე მე ვფიქრობ რომ ყველასთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ივლის, მე ესე ვფიქრობ. ძალიან კარგი თორქის კონტროლი აქვს, ტრექშენიც ეგრეთ წოდებული ძალიან კარგად შეგიძლია აწყო და მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი იქნება და ასე რომ ელექტრომანქანებზეც მუშაობთ. ჩემი პირადი შეხედულება ელექტრომანქანაზე არის ის, რომ ძალიან კარგია ქალაქის რეჟიმში გადასაადგილებლად, მაგრამ ჯერჯერობით სპორტი და ელექტრომანქანები ვფიქრობ, რომ შეუძლებელია რა. ძალიან შორს არის ელექტრომანქანა სპორტისგან. იმიტომ რომ ძალიან ძიმი არის. პლუს ამას ეს ბატარეების დატენვა, შეცვლა, პლუს უტილიზაცია შემდეგ უკვე ცოტა გლობალურად თუ შევხედავთ, მაინც ვფიქრობ, რომ მომავალი ელექტრომანქანებს ავტოსპორტში არ აქვს. ჩემი შეხედულება ესეთია და ყოველდღიურად ძალიან კარგია, სიმართლე მეც ყავს ელექტრომობილი და ძალიან სასიამოვნო დავდივარ სამსახურში. ძალიან კომფორტულია, მაგრამ აქ მაინც მგონია, რომ ეს ჯობია. ბენზინის სუნი აუცილებელია. საწვავის მოხილვაზე სანამ გადავალთ, ასევე გვინდა დავაანონსო, რომ პორტალში უკვე შესაძლებელია შეიძინოს შენთვის სასურველი საწვავის სახეობა და რაოდენობა QR კოდების დასკანერებით. ონლაინ ფასდაკლებასაც მივიღებთ ამ შემთხვევაში და QR ლიტრებს უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზეც გამოვიყენებთ. ეხლა ჩვენ გვერდება ნატა ხოზრევანიძე პორტალის ბენზინგასამართი სადგურიდან, სადაც მოვიხილავთ თუ რა ხდება მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასის მხრივ და რა ხდება საქართველოში საწვავზე რა ფასები გვაქვს დღესდღეობით. ნატა გამარჯობა. მოგესალმებით ბიჭებო. ნავთობის საერთაშორისო ბირჟაზე წინა წელთან შედარებით ამ წლის იანვრის თვეში ფიქსირდება მცირე კორექცია. რაც შეეხება საქართველოს, მოდით პორტალის მაგალითზე მიმოვიხილოთ თუ რა ღირს სხვადასხვა ტიპის საწვავი. სუპერი ღირს 2 ლარი და 99 თეთრი, პრემიუმს რაც შეეხება 2 ლარი და 84 თეთრია, რაც შეეხება ევრო რეგულარს 2 ლარი და 59 თეთრი, ევრო დიზელი 2 და 77, ხოლო ეფექტ დიზელი 2 ლარი და 62 თეთრია. ახლა კი გთავაზობთ სხვადასხვა ბენზინგასამართის სადგურების ფასებსაც. ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს, Top Speed-მა ავტომობილი გვაჭუქა. ეს არის BMW E36 კომპაქტი. ავტომატიკა, მარჯვენა საჭიანი. მოკლედ, რისთვის არის ეს ავტომობილი, როგორ არის და რაში უნდა გამოვიყენოთ? ამას ჯერჯერობით სურპრიზად ტოვებთ. ეხლა ვნახავთ, გიორგი მოგვიყვება თუ რა ავტომობილია, როგორ მოხვდა ჩვენ ხელში და ასე შემდეგ. და მე უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. ამ ავტომობილს რა ბედი ეწევა, მაგას ძალიან მალე ვნახავთ, როგორ აიწყობა, როგორ გადაიქცევა და რა სახეს მიიღებს. თქვენ არ გამოგაპარებთ Top Speed-ის სერვისში. ძალიან საინტერესო ვიდეოები გველის წინ. საინტერესო ვიდეოებს ამასთან დაკავშირებით. ეხლა ვნახოთ ვიდეო და მე უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. დღეს გვაქვს ძალიან მაგარი ამბავი. ისეთი მაგარი ამბავი, რომ აი არ ვიცი რა. აი მაგარი ამბავი. მოკლედ ეს ავტომობილი
კვაჩუკა top speed-მა. ეს არის ჩვენი BMW 318 Ti კომპაქტი. ავტომობილი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო. აი, ყველაფერს გაუძლო რა. და დღესაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი პოპულარული ძარა არის E36, რომელიც გამოიყენება წრიულ ბოლებშიც, დრიფტშიც, დრაგშიც, წყვილთარბოლაზე, აი საერთოდ ყველაფერში გამოიყენება. და საქართველოშიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე აი როგორ თქვა რა, საკულტო ძარა არის. ნამდვილად ქართველებს ეს ძარა ძალიან გვიყვარს და ძალიან შეგვაყვარა თავი და ჩემი აზრით BMW, როდესაც აი ესეთ უხეშ ფორმებს უშვებდა და აი ცოტა რაღაცნაირი უხეში ფორმები ქონდა ავტომობილს და ჯერ რაღაც სიმრგვალეში არ იყო ეს დიზაინი წასული. აი, არ ვიცი რა, მე ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელი არის E36. ავტომობილს რაც შეეხება, არის 318 Ti M42, რომელიც გამოიმუშავებს 140-155 ცხენის ძალას და არის ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე და ყველაზე საინტერესო კიდე ის არის, რომ ამ ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ჩვენ არ შევცვლით. დავტოვებთ. რატომ დავტოვებთ და რატომ მაინც და მაინც ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ამასაც გაიგებთ. მარჯვენა რულიანია კიდე ამასაც დავამატებ. ეხლა რა გაუკეთდება, როგორ გაუკეთდება და რას ვაპირებთ, ამას ყველაფერს ნახავთ. ნუ ეხლა top speed-ში იმდენი ნაწილები გვაქვს. სპორტული ნაწილი გინდა, ქარხნული ნაწილი გინდა, დაკიდების სისტემა გინდა, სკამი გინდა, საჭე გინდა, ყველაფერი გვაქვს. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა, ჩემი აზრით და მაყურებლებიც თქვენს ძალიან იხალისებთ ამ პროექტით. ჩვენ კიდევ ეხლა გადავინაცვლებთ top speed-ში, მივიყვანთ ამ ავტომობილს, შევაგორებთ სერვისში და იქ ჩვენი აჩიკო დაიწყებს რაღაცეებში ხელების ფათურს უკვე. ნუ ძრავს ცოტა რაღაც სიმძლავრი აქვს დაკარგული და ნუ დაახლოებით უკვე ხვდებით რა პრობლემა აქვს და მაგ ყველაფერსაც გამოვასწორებთ. კოლოფი ძალიან კარგად მუშაობს, მინდა გითხრათ. აი გასაკვირად კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს არის გამოშვებული. ანუ წარმოიდგინეთ, ჩემზე არის 1 წლით დიდი 20 წლის არის და ისევ თავისი ქარხნული კოლოფი აყენია და ისევ კარგად მუშაობს. ანუ აი, არ ვიცი, რო წუწუნებთ ხოლმე, რომ BMW ფუჭდება და ცუდი ავტომობილია. ანუ ალბათ თქვენ ხართ ცუდი პატრონები და მაგითო გიფუჭდებათ ხოლმე, თორე რა ვიცი რა. თავისი ქარხნული ძრავიდებს, თავისი ქარხნული კოლოფი აყენია, 20 წლის არის და ნუ შეძლებს დაგვარად, ეხლა ნუ კი შეიძლება პირდაპირ ვიტყვი ესე უხეშად, ცოცხით არის შეღებილი თქო, მაგრამ რო შეხედავ დაახლოებით 2 მეტრის დისტანციიდან ძალიან კარგად გამოიყურებ. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. ბევრს არ ვილაპარაკებ, ასე ვთქვათ და დანარჩენს ნახავთ ტექნიკურ სერიებში. მოკლედ, გვექნება 2 ტექნიკური სერია, როდესაც ამ ავტომობილის აწყობას დავიწყებთ და შემდეგ უკვე გაგიმხელთ იმ საიდუმლოს, თუ რისთვისაც შევიძინეთ ეს ავტომობილი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მოტორბოლებში გიორგი აბაშიძე, იგივე ჯიჯი. მადლობა ძალიან დიდი, რომ გამონახეთ, რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში, გვესტუმრე. მოდი მოტოციკლეტებით დავიწყოთ. საერთოდ როგორ გაჩნდა შენში ის აზრი, რომ მოტო გიყვარდა, უნდა გეყიდა, შეჯიბრებები უნდა გევლო? სერიალი მაშველები ხო გახსოვს? აი მართლა უნდა. აი მანდ იყო ერთი კადრი არის, რომ აი მაშველების Ford Ranger-ი, ის ყვითელი, მისდევდა მოტოს. და ვერ დაეწია. და იქ ბაზარი მიდის რომ ბავშვი მოტოჯობიაო და მეთქი რომ მოტოჯობია. ეს მინდა. მაგის მე მოტოციკლი და ის Ranger-ი. არა ძალიან პატარა იყო. პირველი მოტო თუ გახსოვს შენი? კი როგორ არ მახსოვს. იჟი იყო 2 ცილინდრიანი. რუსული იუპიტერი. პლანეტა იყო, ოღონდ იუპიტერის მოტორია და გადაკეთებული ქონდა. იუპიტერი 2 ცილინდრიანი, პლანეტარი 1 ცილინდრიანი. და პლანეტა იყო ისე და ჩემს სახში სადაც დავიბადე გავზარდე, მსუბზეს როგორ არის, ეს კორპუსის გრძელი ეზოა და წინ ქუჩა გადის რა. ეს ჩიხი აქეთ ხავს, ვერ გაიგე. ეს კინოებში რო ხო ის მოტოციკლი ლიანდაგზე რო უნდა გაჩერდეს, მანქანა ლიანდაგზე უნდა. აი ზუსტად ეს მოტოციკლი გზაზე გაფუჭდა. ეს ბიჭები ხო ეს ერთმანეთს გადავხედეთ და მივედით. მაშინ მაგ ბიჭს ვისგანაც ეგ მოტოციკლი ვიყიდეთ, მაგ მოტოციკლს გარდა ყავდა ვოლგა. და ვოლგის აკუმულატორი, აი ეს დიდი აკუმულატორი რა, უკან სკამზე ქონდა თოკი დამაგრებული. და ეგ მოტოციკლეტი მე იქ ვიცი მოკვიდე რაღაც პატა ძალიან დედასპიცა ვარ ვერ ქოქავდი. ანუ იმას ხო ქიქით რომ დაქო, ანუ ჩამოკვით ფეხით რომ დაქოქო. ეს просто უდგებოდი, არ ჩამოდიოდა დაბლა. ვარდიულთან ვაჩერებდით, ვერ ვაჩი ხო იცი ორს გვეჭირე ერთი ჯდებოდა, აი ძალიან წვალებით
რაღაცნაირად და მე ნელა მივყევით და მივყევით. სახში როგორ შეხვდნენ? აი მოტოს ვერ შეხვდნენ. ვერა ხო? ვერას დროს ვერ შეხვდნენ. ეხლა რა სიტუაცია ვაქმი? ეხლა ესე ვერ მხედავენ ეხლა ჩემი მშობლები სხვაგან ცხოვრობენ და ცალკე სახში ცხოვრობენ და რო არ ვიცი ვერ ხედავენ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რო არ სიამოვნებთ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს სერიოზული დაზიანება არ მქონია, აი ელემენტარული რაღაცები, ისიც ძალიან ცოტა, ანუ ავარიები ეგეთ რაღაცები ძალიან იშვიათად. 2-3 ჯერ რაღაც მარტივი რა. მაგრამ მაინც ნერვიულობენ, ანუ არ უყვართ რა. ძალიან არ უყვართ და ერთხელ დამიმტკრა მოტოციკლი დედაჩემი. მართლა? კი, მე რო ეროვნულზე ვაბარებდი, ჩემ ქართულ მასწავლებელი ჩემს სახთან ახლოს ცხოვრობდა რა იქვე რა და დედაჩემს რომ მივყავდი ხოლმე. ძველი ხრუშოკები ხო სადარბაზოში რო ჩანს. სადარბაზოში შევიდოდი რომ დავინახავდი რომ დედაჩემი მანქანით გავიდო და მოვდიოდი სახში ფეხით ვდებოდი მოტოციკლი გადავავდი რა. მითხეთ ხო რომ იმეცადნებ მე გადიო. და გარაჟის კარებთან მოტოციკლით გამოიყო და გარაჟის კარებს ვკეტავ. დედაჩემის მანქანის ხმა გავიგე რომ თავისთავად ვიც არის ხმაზე, მაგრამ იქაც ჩემი დაყენებული გლუსწერი. ხო, ვიც არის ხმა დედაჩემს, მაგრამ აი რო ვკეტავ და უცბად უკინა რა ზგონია იყო ეს ჩქარო წამოდა დაეჯახა მოტოციკლი. მეთქი რასა არ მანქანა არ გიან არ მოტოციკლი დამიმტრია მოტოციკლი აი პანიკა მქონდა ტირილი ცივილი კივილი. ძალიან თულად გადასატანი იყო, მაგრამ არა ერთადერთი რაც იყო რომ ნამეცადნები მქონდა უკვე. და ეგ მომშვიდებდა თორე მან რომ იმიტომ მქონდა პანიკის უფლება რომ აი რა გამიკეთე და ვიმეცადინე და დროს მას ვერ ამოვიდა. ჯიჯი, პირველი შეჯიბრი რა იყო რაც იარე? ძალიან პატარა ვიყავი, ადრე იყო მოტოკლუბი კამელოტი, ოღონ ეს მახსოვს, აი ბუნდოვნად მახსოვს რა. მაგათ ჩაატარა შეჯიბრი. მანდ იყო რაღაც შეჯიბრი და რომ მივედი არ ვიტყვი ვინ ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა რომ ეს ზემოდან დამხედა ზემოდან იმიტომ დამხედა რომ მართლა პატარა ვიყავ თანაც და ეხლა შენ წადიო ტარება ისწავლეო წესიერი მოტოციკლეტი იყიდეო გაიზარდეო მართვის მოწმობა აიღე და მე ტიპმა ჩამომიყალიბა ისეთი რაღაცები რომ რასაც მინიმუმ 1-3-4 წელიწადი ვერ ვიზავდი არც ასაკს დავაჩქარებ ვერაფერს და მართლა ძალიან და შეჯიბს არ გამომიშვებს და მაგის მე რაღაც შეჯიბრი ყმა და უბრალოდ ხოვე რომ მეთქი შეჯიბს ხო არ მიშვებთ მეთქი ანუ არ მინდა ოღონდ მეთქი ერთი თხონ აი სკოლადი პირველი სკოლა რომ მან დიდ პარკინგზე რაღაც ფიშკებს და რაღაცებს ალაგებდნენ და ერთი თხონა მაქვს მეთქი რა მარტო რა ვინც მოიგებს მარტო იმას შევხვდები მეთქი სანამ ალაგებთ მეთქი და რომ ეს რა თქმა უნდა არაოფიციალური ისედაც მაგათ ჩატრებული არაოფიციალური იყო მაშინ ოფიციალური არაფერი არ იყო ალბათ და რომ მორჩა შეჯიბრი ზუსტად იმ მონაკვეთზე რა შეჯიბრიც იყო იმას შევხვდი და რომ მოუგე ჩემზე ბედნიერი აი ვაფშე არ ვინარ მე აი რომ მეთქი აღარ თქვენი შეჯიბრი მინდა არ თქვენი თქო არაფერი არ მინდა მე თქვენ და კარგად ვიყავით მე ჩემი გავაკეთე და ეგ იყო და უბრალოდ მე იყო რომ აი ოფიციალური შეჯიბრები რო ძალიან ბევრი დრაგი ტარდებოდა ხოლმე რა მაიმოტო იყო ძალიან ბევრი დრას აკეთე და სხვათა შორის დიღომში ჩაატარეს შეჯიბრი ეს ცალ-თვალზე სეულში ვინ უფრო ბევრს გაივლი და მეთქი ბოლო გამოვალ ვიღაც თუ გაივლი 10 მეტრს მე გაივლი 11 მეტრს თუ გაივლი 20 გაივლი იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა რა მანძილზე იქნებოდა შემეძლო 2-3-4 კილომეტრი მეულო რა ეგ მოტოციკლი სხვათა შორის დავსტუკე იმით რომ ცალ-თვალზე და ზეთი აღარ ყოფნა და დაისტუპა ხო იმდენი მქონდა ნასწავლები და პირველი უნდა გახვიდეო მეთქი რა კაი კოტეკაძე რო შედიოდ რო იწყებოდა ხო იცი რო დავიძარი ეხა რო ბოლოში ავტობუსებს ის გაკეთე ხო იცი რომ მოვტრია იქ ხო მივედი რომ მოვტრიალე და მოვედი შეჯიბრი უკვე მორჩენილი იყო ხავს აჯილდოებდა აი ალაგებდნენ დინამიკებს და რაღაცა ჯანდაბაში და ეგ იყო მაშინ აი ეგ შეჯიბრი მაგის მე ეგ შეჯიბრი არ მახსოვს ყოფილიყო და მე უკვე წრიული ბოლო რო შემოვიდა დამირეკეს ხუჩაბაც რა აზრის ხარო წრიული ბოლო რო ჩატარდეს და გამეცინა ეხა ანუ მართლა გამეცინა იმიტომ რომ იმ დონეზე არ ველოდებოდი მაგას რომ საქართველოში წრიული ბოლა და თან ერთად მეთქი რავი მეთქი მიდი ძმებო დაცხეთ მეთქი მაგარი იქნება კაიო მაშინო კვირას მეთქი გადავთ მეთქი თუ მართლა ამბობ მეთქი არა კვირასო შეჯიბრი იქნებაო რა მეთქი რანაირად მეთქი ანუ თან მაგარია ანუ მაგ სტილის მოტოციკლეტი არ მყავდა იმ წუთას დაურეკე ჩემ მეგობარს მეთქი შეჯიბრი ტარდება მეთქი მოთხოვე მეთქი რა და პირველი შეჯიბრი ჩატარდა მოვიგე წრიული წინ რაღაც საბურავი მეყენა უკვე ელიავაზე მივედი ვიღაცასთან და სლიკი ხო იცი გაცვეთილია ძმა უიაფად მომეც რაღაც იქ სლიკი ვიყიდა დავაყე რა ანუ რა წნევაზე უნდა მქონდა საბურავი არ ვიცოდი არაფერ ანუ არ ვიცოდი რომ მე კი არავინ არაფერ არ ვიცოდა ერთმანეთს ვეკითხო და ბოლოს ხეც რაღაც აზრზე ჩამოყალიბდით რომ მოდი ორი ბარი იყოს და ყველამ ორი დავაყენოთ რა კაია თუ საერთოდ ძალიან სხვა გარემო იყო და მე უკვე ნენელა წამოვიდა და ახლა მე უკვე ჩვენი ფედერაცია საქართველოს მოტოფედერაცია
ეროვნული. არის FIM-ის წევრი. FIM-ი არის მსოფლიო მოტო ფედერაცია. ეხლა უკვე ჩვენ რო მაგ შეჯიბზე გამოდივართ, ოფიციალურად შეიძლება გვეწოდოთ ბოლელები. უკვე იმიტომ რომ ოფიციალურ სახე აქვს ამ ყველაფერს. ეგ ძალიან დიდი მიღწევაა რა. იმ ადამიანებს რა რჩევას მისცემ, ვინც ეხლა მოდის ამ სფეროში და ეხლა უნდა რომ უბრალოდ ან იკატაოს, ან ამ პროფესიონალური ავტოსპორტით დაკავდეს, მოტოსპორტით უფრო კი ბატონო. ყველას თავარია სიფრთხილე. ანუ მოტოციკლეტი არც ერთი განვითარების, ანუ ადამიანის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ არის სათამაშო. ანუ დღესაც მე რო სიტყვაზე რაღაც მოტოთი ვითამაშო, ვერ ვითამაშებ, იმიტომ რომ ანუ რაღაცას არ გაპატიებს. იმიტომ რომ იქ ფიზიკის კანონებს რაღაც ყველაფერს ვერ დაიცავ, რაღაცა შეიძლება მოგივი. პირველ რიგში ყველას მაგას ვამბობ, რომ მესმის რომ დიდ მოტოციკლებს კარგი ხმა აქვს, ლამაზია, ყველაფერი მისდველია და ჩვენი ყველაზე დამღუპველი რაც არის რომ ანუ როგორ რაღაცა იცი, ვიღაცას რაღაც ისეთი დაბალკუბატურიანი მოტო ყავს და ვიღაცას მაღალკუბატურიანი მოტო რო ყავს, ის მაღალკუბატურიანი მოტოს პატრონი რაღაც თავი ხო ისე უჭირავთ ხოლმე რომ ხო რაღაცნაირად რა მეფეა ღმერთია რაღაცნაირად რომ ხო ხდება ის 400-იანია და რაღაც ისეთი კომენტარები აქვს თვითონ მართლა რა გოგოებთანაც ეგრე გოგოები ხო დადიან მოტოები ანუ 1000-იანები ყავთ ისეთ გოგოებს პირობითად რომელიც 400-იანზე რო დასვა ვერაფერს ვერ იზავს ანუ იმიტომ იმას კი არ ვამბობ რომ არ უნდა ყავდეს იმან ეგ ხო იცის და ისე არ დადის იმ 1000-იანი თუ რამე ის კონდეს რა ის იმისთვის დადის რომ ეგ მაგისთვის ესთეტიური სილამაზეა მოწონს მაგაზე ფოტოები თუ როცა საშუალება აქვს რა თქმა უნდა ყავდეს საუკეთესო მოტოციკლი მაგაზე 200-ზე არ არსებობს მაგრამ უბრალოდ გოგოები ბიჭებს შუაში ისეთი ჯობნიან იმ გოგომ რო იცის რომ ამას არ უნდა გაუთამამდეს არ უთამამდება რა და ბიჭები 400-იანს იყიდიან რაღაცას 2 თვე ივლიან მე 650-იანს 2 თვე ივლიან მე 600-იანი მინდა მე 1000-იანი მინდა უნდა რეალურად ანუ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ის რომ პრობლემა გვაქვს ნახირაში ანუ ქალაქში როგორც კი სიჩქარეს გადააჭარბებ ხდება კატასტროფა თორე დასაშვების სიჩქარით რომ პირობითად გქონდა 50 კმ/სთ სიჩქარით ავარია რომ მოგივიდეს არ მოკვდები რა პროფესიონალს და არაპროფესიონალს შორის ის ხოვობა კი არა რომ აი პროფესიონალი გასრო დააჭერს მე იმოტო დაიმორჩილებს ეგ ხოვობა რა განსხვავება ის რომ პროფესიონალი ქალაქში არ დააჭერს თანამედროვე მოტოები ისეთი მუხრუჭი აქვს არ მოგიცურდება წვიმის რეჟიმი აქვს იქ წვიმის რეჟიმში რო შეყვალ ცალკე ჟუჟუნა წვიმა და შხაპუნა წვიმა და ყველაფერს იჭამს ჭაშილია ყველაფერი ცხვირი არ აგიწიოს დამუხრუჭებისას უკანა მხარე არ აწიოს მოსახუშარ ყველაფერია და ჩათვალე ლიანდაგზე დგას რა შენ ხელი არ შეუშვალო მაგრამ მანდ ნახე რა ხდება წინა მანქანა ჩაგიჭრის მაგის რეჟიმი მოტოციკლს არ აქვს როცა შემოვიდა ბასლაინებზე საუბარი იმაზე რომ მოტოები დაუშვათ სულ იმას ვამბობდი რომ პირველი დღიდან ეს იქნება სასაკლაო და აი ზუსტად ყველაფერი ხდება აი ალბათ ერთი 60-70% ბასლაინზე თან ჩვენი ქალაქის სულ ეგეთია იქ ავტობუსის დამუხრუჭების ადგილზე გოფრირებული ასფალტი ზოგან ორმოა ზოგან მტვერია ესტაკადა ხო ერთძოლიანია ორი საბურავის კვალი ხო გასუფთავებულია შუაში არის ადგილი სადაც საბურავი მოტოციკლების გარდა არასდროს არ მოხვედრილა მანქანა იქ 4 ბურბლიანი მანქანა იქ ვერ მოხვდა და არის სუმტრიანი სუცურავს და აი ყველას მაგას და ბევრი ნიუანსი ასევე ზოლები რომელიც დახაზულია მანიშნებელი ისრები ძალიან მაგრად სურავს თუ ოდნავ მაინც წვიმს რაღაცა ან წვიმიანია ეგ არის ჩოვლებრივი რავი ყინული მე რომ მოტოზე დავჯექი ანუ ჩაფხუტი ვაფშე არ იყო რა არა ის არ ეხურა საერთოდ არც რაიმე სხვა დამსა რა თმინდოდა არა არ მინდოდა და თავიდან ეხლა რა მაგ დასამალი ჩაფხუტი იმიტომ მქონდა რომ მე მართვი მოწომა არ მქონდა მართვი მოწომა საკმაოდ დიდი ვიყავ რა 30 წელს ვიყავ მართვი მოწომა რა უსტბაზე იყო შეჯიბრის გზა ხო გადაკეტილი და დავდიოდი მოტოთი ხან ავიდოდი ხან იქიდან უყურებდი ხან ხო რამდენიმე ავლა ერთ-ერთ ჩამოსვლაზე რომ მოდიოდი ვაჟა მან გასაუბრე თუ იცი იურის მამა გზაზე ანუ მაყურებლებში იდგა და გზაზე გადმომიხტა გამაჩერა მეჩხუბა უკინდან ხელის მოკიძე იყო ჩაფხუტი მოხსნა თავის ხელით თავზე აი ხო იცი გაბრაზებული ესე დამახურა შემიკრა და ეხლა წადიო აი მაგ მოსახოვიდან წამოვედი და ზუსტად ოტიუმის წინ გავცურდი ანუ არაფრის გამო რა აი მუხრუჭს შევეხე და გავცურდი ანუ წაიქცა მოტოციკლი ჩაფხუძა ის თელი გვერდი იყო გახეხილი ანუ აი თავიდან მე ხო დაგლეჯილი ვიყავი რა თქმა უნდა ანუ გახეხილები მქონდა მაგრამ სახე გამძვრებოდა პირდაპირ გეუნები აი ის ჩაფხუტი იყო დაგლეჯილი აი მაგის მე ყველას ვეუბნები აი რაც არ უნდა იყოს აი აუცილებელი ჩაფხუტი აუცილებელი
ავტომობილებზეც ვისაუბროთ. მე ვიცი რომ ავტომოყვარულიც ხარ. ძალიან კი. ნებისმიერი ძრავიანი ტექნიკა მიყვარს ნებისმიერ. აი შემიძლია დრუჟბით ვითამაშო. ვიცი რომ ბევრს დახმარები ხარ, ბევრი ამოგიყვანია, ასე ვთქვა, ტალახიდან, ოფროუდზე ძალიან აქტიურად. ჰობია. ეგ არის ჩემი ჰობი. ერთხელ მეც ამომიყვანა. კი. ეგ არის ჩემი ჰობი. ოღონდ აი ეს რო გითხრა, აი ეს პროსტა ვიждე და მოდი ეხა ავდგე და წამოტყეში წავიდე ტალახში. ეგ არის ჩემთვის აი მარაზ არ არსებობს. წავალ ბუნებაში, სულთა ჰაერზე რაღაცას მაქვს, მაგრამ ის რო ტყეში წავიდე, სადაც სამხიდიანმა სატვირთომ გაიარა, დატვირთულმა და ამოთხარა და იქ ჩავარდე და მე იქიდან ამოსვლა ვიჩავე, არ არსებობს. მაგრამ თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჯიჯი ყოველთვის მზად არის არა, ხოლმე. თუ ვინმეს დახმარება დარდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რო ჩემინები წავიდე, თავი ძალიან ჩაყვიდა. ჯიჯი, მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.